ტრაგედიას ბოლნისის სოფელ ნახიდურში დაპირისპირება მოჰყვა. ვითარება დაიძაბა ავტოავარიის შემდეგ, რომელსაც 2 მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა, ავტომობილი ცენტრალურ გზაზე მიმავალ მოზარდებს შეეჯახა. მომხდარის ადგილას ადგილობრივები შეიკრიბნენ და დაპირისპირება ამის შემდეგ დაიწყო. სოფლის მცხოვრებლებმა გადააბრუნეს მძღოლის ავტომობილი და სასწრაფო დახმარების ავტომობილიც, რომელსაც მან თავი შეაფარა, დაამსხვრეს სხვა ავტომობილების მინებიც. დაპირისპირება მოხდა მოქალაქეებს შორის და ადგილობრივებსა და პოლიციელებს შორის. დაშავებულთა რაოდენობა 10 საჭარბებს. ვითარება ადგილზე იმდენად დაიძაბა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები იყვნენ მისული. მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. სალომე ბოკუჩავა მოგვიყვება დეტალებს ტრაგედიის შესახებ. სოფო შეიძლება ითქვას, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში უკიდურესად იყო დაძაბული გუშინ ღამე ვითარება, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილზე მოაბილიზა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. ვითარება სწორედ ამის შემდეგ განიმუხტა, თუმცა მანამდე ადგილზე იმყოფებოდა როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე კრიმინალური პოლიცია და მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის, ასევე იმ ავტომობილის მგზავრებს შორის, რომელმაც კატასტროფა განიცადა. დაპირისპირება არაერთხელ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 განცხადება გავრცელა. ერთში წერია, რომ დაკავებულია 2003 წელს დაბადებული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მერსედესის მარკის ავტომობილს მართავდა. სწორედ სწორედ ავტოკატასტროფის შედეგად კი დაღუპული არის 2 არასრულწლოვანი. ისინი უკვე გადასვენებულები არიან საკუთარ საცხოვრებელ სახლებში. მეორე განცხადებაში კი დეტალურად არის აღწერილი სოფელ ნახიდურთან განვითარებული პროცესები და ვკითხულობთ, რომ ერთის მხრივ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივები, მათი გაღიზიანება გამოიწვია ადგილზე შექმნილმა ვითარებამ, რა დროსაც დაიღუპა 2 არასრულწლოვანი და ამის შემდეგ ისინი დაუპირისპირდნენ ჯერ მერსედესის ავტომობილის მგზავრებს, შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რომლებიც დაშავებულებისთვის დახმარების გაწევას ცდილობდა. ასევე ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ადგილობრივები პოლიციას არ აძლევდა მუშაობის საშუალებას. დაშავებულთა შორის ადგილობრივების გარდა არიან თავად პოლიციელებიც. კადრებში, რომელიც სხვადასხვა წყაროს დახმარებით ვრცელდება, ჩანს, რომ დაპირისპირების ცენტრი იყო სწორედ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი. ადგილობრივებმა მოაყირავეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. კადრების მიხედვით ამ მანქანაში იმყოფებოდნენ მერსედესის მანქანის მგზავრებიც, ასევე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც. ერთ-ერთი პოლიციელი ცდილობს განმუხტვის მიზნით საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანოს იარაღიც, თუმცა გასროლა კადრებში არ ჩანს. ასევე როგორც ცნობილი არის, დაზიანდა არაერთი ავტომობილი. ადგილობრივები მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას ავტოგზაზე არ აძლევდნენ, რა დროსაც მოხდა მანქანების დაზიანება და ეს კადრებიც მოხდა ტელევიზიების ობიექტივში. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება სოფელ ნახიდურში. ეს ყველაფერი კი განპირობებულია იმით, რომ ადგილზე არ არის განათება. ისინი ასევე ითხოვენ მწოლიარე პოლიციელის დამონტაჟებას, რაც მძღოლებს აიძულებთ, რომ გადაადგილების დროს ამ პერიმეტრზე სიჩქარე შეამცირონ. ადგილობრივების მტკიცებით მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლი და მგზავრები იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში და ისინი უმძიმესად დასჯას ითხოვენ პირის, რომელმაც განიცადა ავტოსაგზაო შემთხვევა. ბავშვები გარდაიცვალეს. ძის ძრაფით და სასმელის ბრალი იყო, მეტი არაფერი. ნასვენები იყვნენ. და შემდეგ დააკავეს ოთივე თუ არა? არ დააკავეს. არის გაიქცნენ. თუ გვინდა რომ ტრამპლინი დააყენოს. და წესერად მიხედავ რა, აი იქიდან გადახედეთ სოფლის. შუქი აღარ არის. საერთოდ არაფერია. როგორ უნდა მიხედოს, რომ გზის პირზე ხალხი დგნან რაღაცა. ეს მთავრობა უნდა მიხედოს, განა ხალხმა უნდა მოვიდეს და ელაპარაკოს, რა შემოხდა ისე მოხდა. მთავრობამ უნდა მიხედოს. ყველგან და რა ვიცი, ჩემი აზრით ესა. რამხელა იყვნენ ეს ბავშვები, ბავშვებზე მომდა? 16-17 წლის ბავშვები არიან. სად მიდიოდნენ?
აქვე იყვნენ გზის პირზე. ეხლა ჩვენ როგორც ვლაპარაკობთ გზის პირზე, მანქანა მოვიდეს და დაგავიჭახოს. ადამიანებმა შეაგინეს. დანარჩენიც მოხდა ამავე რა. სასტრაფოს მანქანა რატომ დაილეცა? სასტრაფო დახმარების მანქანა რატომ დაილეცა? იმიტომ დაილეცა, რომ ბავშვები აქრევ იყვნენ. ერთი მუშტი დარტყმული ადამიანი გადაიყვანეს. მაგ ბავშვებს არ მიხედეს. მაგ ბავშვებისთვის ჰქონდათ გამოწახებული ის სასტრაფო. სასტრაფო მოვიდა იდგა ბავშვის თავზე. არ უნდა დამდგარიყო. ბავშვებისთვის უნდა მიეხედათ. და ის ორი მუშტი დარტყმული ადამიანი ჩასვეს მანქანაში. იმიტომაც მოხდა ასე. და ის მცხოვრებლები მას ცემეს და გადმოატრიალეს ეს ხალხი ვინც იყო. რო გავედი უკვე გარდაცვლილები იყვნენ ორი ბავშვი, მეტი მე არაფერი არ დამინახია, როგორ დაარტყა, ვინ დაარტყა და არაფერი არ მინახია. დაპირისპირებაზე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ სიბნელე იყო და ძალიან ბევრი ხალხი იყო და ეხა ხამ ხმაურში დაპირისპირება იყო თუ რა იყო, მე ვერ გავარკვევდი. გაქცევით მძღოლი არ გაქცეულა რამდენადაც ვიცი. ბავშვებს იყვნენ დახოვლები, უყურებდნენ, დახმარებას ცდილობდნენ, მაგრამ გარდაცვლილები იყვნენ იმას და სასწრაფო გამოიძახეს. არაფერი მეტი. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბოლნისიდან, უბრალოდ მარიამიდან ბოლნისის მიმართულებით ავტომანქანა მოძრაობდა, მოახდინა ქვეიძე შეჯახება. აღნიშნულზე დაიწყო გამოძიება 276 მუხლის მერვე ნაწილით, იძიებს ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. ერთ-ერთი მონაწილედ სავარაუდოდ, მაგას ვარკვევთ, რომ ეს სასწრაფო ავტომანქანა რეალურად არ ეჯახება, ქვეითებზე მოხდა შეჯახება, დარწმუნებით გეუბნები და დანარჩენს გამოძიება გაარკვევს. სასწრაფო დახმარების მანქანის გაატრიალება რატომ მოხდა მაშინ? რაღაც ინციდენტი მოხდა და მაგასთან დაკავშირებით რა. სავარაუდოდ ავტოსაგზაო შემთხვევის გამომდინარე მოხდა, რაღაც ინციდენტიც მოხდა ამასთან ერთად. პიროვნება არის რამოდენიმე პიროვნება სამონტყოფოში არის გადაყვანილი. დეტალებს ვარკვევთ, დაზუსტებული ინფორმაციას ამჟამად ვერ გეტყვით. კონფლიქტი მოხდა და საჭირო გახდა რაოდენობა იყო ხალხის გამოსული ადგილზე და დამატებით გამოვიდა კრიმინალ პოლიციის თანამშრომლებს კონფლიქტი განმუხტულიყო. მინისტრომ დაუყოვნებლივ აიება ავარიასთან დაკავშირებით და მის გამომწვევ მიზეზებს სწავლობს, თუმცა პარალელურად სამი მუხლით მიმდინარეობს ასევე გამოძიება იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ ავარიის შემდეგ განვითარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ცნობილია, რომ გამოძიება დაწყებულია როგორც ზალადობის, ასევე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით და ასევე სხვისი ნივთის დაზიანების საქმეზე. რაც შეეხება დაშავებულებს, უწყების ინფორმაციით 8 მოქალაქე დაშავდა, იქიდან ამ სიაში არიან პოლიციელებიც, თუმცა საავადმყოფოში მისვლის შემდეგ მედიასთან გააკეთა ექიმმა განცხადება და აღმოჩნდა, რომ რიცხვი არის ზრდადი, დაშავებულებს შორის არიან როგორც კაცები, ასევე არის ერთი ქალი. ორი პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ისინი ბოლნისიდან დედაქალაქში გადმოიყვანეს და ასევე ექიმის განცხადებით ამ ეტაპისთვის სიცოცხლისთვის საფრთხე არ ემუქრება სიცოცხლის საფრთხე პაციენტების შემთხვევაში, თუმცა ექიმები ამ ამბებს აგრძელებენ და ვითარება ჯანმრთელობის მდგომარეობის არის საკმაოდ მძიმე. შემოყვანილია 9 პაციენტი. თვით ძირითადად შემოსულია თვითდინებით. ყველა პაციენტი შემოვიდა თვითდინებით. აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები. ერთი პაციენტი გადაყვანილი იქნა რეფერალით კატასტროფის ბრიგადით. აღენიშნებოდა თვალბუდის ტრავმა. მეორე პაციენტსაც ვამზადებთ. გამოძახებული ყავს კატასტროფის ბრიგადა და იმასაც თვალბუდის და ყბასახის ტრავმები და მოტეხილობები აღენიშნება. დანარჩენებთან გრძელდება კვლევები, პირველად დახმარება გაეწია ყველას, უტარდებათ კვლევები, ვაკვირდებით დინამიკაში და შემდგომში გეტყვით ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში რა კვლევებიც გვაქვს ჩატარებული, ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრებათ ამ ეტაპზე. ოღონდ საბოლოოდ ვერ გეტყვით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, ბრიგადის წევრები არ არიან ჩვენთან შემოსული რაიმე დაზიანებით. მამაკაცია ყველა? დიახ, ძირითადად კი არა, მამაკაცი, 8 მამაკაცი, ერთი ქალბატონი. სოფელ ნახიდურთან 2 არასრულწლოვანი სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას, დაკავებულია 21 წლის მძღოლი.